გამარჯობა. დღეს სამეგრელოზე მოსვანეთის კიდევ ერთ უნიკალურ ბუნების ძეგლს ვესტუმრე. შტუგრას ჩანჩქერი, რომელიც ბეჩოს თემში შემავალ სოფელ მაზერს ეკუთვნის. შტუგრას ჩანჩქერი მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მოედინება. უშბის იგივე შტუგრას ჩანჩქერი სვანეთის გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს ქართული ბუნების უნიკალურობას. 120 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შტუგრას ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე წყალუხ ჩანჩქერს წარმოადგენს. ჩანჩქერისკენ მიმავალი მარტივი საფეხმავლო ბილიკი ტყეს, ხევსა და მდინარეს მიუყვება. როდესაც მდინარეს მიუახლოვდებით, ხის ხიდს გადავალთ, რომლის შემდგომ უკვე იწყება საშუალო სირთულის ბილიკი. შტუგრას ჩანჩქერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა კლიმატური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეული საფარი. ფიჭვი, ნაძვნარი, მდინარე დოლრას, როდესაც გადავალთ, გზა ორ ნაწილად იყოფა. ერთი გზა მიგვიყვანს ჩანჩქერის ზედა ნაწილთან, ხოლო მეორე გზა მიგვიყვანს ჩანჩქერის ქვედა ნაწილთან. ერთი ბილიკი დაახლოებით 4 კილომეტრს მოიცავს. ერთი დღესრულებით საკმარისია ამ ბილიკის გასავლელად და უკან დასაბრუნებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბილიკი კარგად არის მარკირებული და გზად არ დაიკარგებით. ჩაიცვით კომფორტულად, რათა ლაშქრობა უფრო სასიამოვნო იყოს. ასევე მოიმარაგეთ წყალი, რადგან საფეხმავლო ბილიკზე მხოლოდ ერთ ადგილზე გვხვდება წყარო. ჩანჩქერთან ახლოს თუ დააპირებთ მისვლას, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებლად თან უნდა იქონიოთ საწვიმარი. ყინულივით ცივი შეფები აქვს ჩანჩქერს და დიდხანს ვერ გაჩერდებით სიახლოვეს. რაც მთავარია, ულამაზესი ბუნების ტკბობით მიღებული შთაბეჭდილებები არასდროს დაგავიწყდებათ. ვფიქრობ, როდესაც სვანეთს ესტუმრები, შტუგრას ჩანჩქერი აუცილებლად მოსანახულებელ მარშრუტებში უნდა ჩასვათ.